უყურეთ ამ ვიდეოს არაფერს არ მივჭრი მოვჭრი როგორც არის აი ასე გავუშვებ. აუ დავიღალე შენ გაიხარე ეს რა ახალგაზრდა შემხვდარ ეს რა ახალგაზრდა შეხვდა ამის დედამო ემას რა გადაყრიდა მოაყენა დალოცინვა დავიდა 300 მეტროდან მოიტანა აგერ ეს ბუნკერი და ჩავყაროთ ნახე უფრინასკი უბედურობა ამათი დედა ეს რა ის თუფლები არ გადაუყარო ამ უპატრონოებსა და გადაყარე რა მაგათი დაცი ასეთი რამე გინახიათ ხალხო ამის დედავატი და მოვლენ ეს დამპლები ესენი ზოგზოგი და დაგიწყებს მორალს და იმის კითხვას რომ ეს ავტობუსი ასია ესა ისარაკ ეს შეღორო ცხვირი უნდა ჩანაყოფინო ბავშვი რო ყავს ბავშვი ვერ უნდა მოუარო ასე უნდა დაყარო ნე აბა ექსკურსიაზე ფული გადამიხდია და ბავშვი სიამოვნება უნდა ამით უნდა სიამოვნო ბავშვი ასწავლეს სისუფთავე ასწავლე ადამიანობა ასწავლე ის კი არ ასწავლე რომ შენ მე მაზარალო და მაიმუნო და ამ დღეში ჩამაგდო ეთყვი რაღაცას და ბავშვი იმიტომ წამომიყვანია გაი მოიხალისოს ყველაფერი ეს მოხალისება არის უბედური ეგა ეს ამ დღეში ჩამიგდებს მანქანას ამ დღეში ჩამიგდებს ეს გახალისება არის აი ეკედა სწავლობს აი ბავშვი ყველაფერს გაის გადაიგდეს დაუფსია რაღაცა უქნია მუპატრონოს ამას აი ხა არ მინდა რომ გამოვაცხადო აი რომელი სკოლა იყო და რა იყო არ მინდა არ ვიცი რა კარგად იყავი კარგად მელოდი აღარ მყოფს ამა და აი შემდეგ ბუნკერში როგორი ქექებია რო თავის ტოვარი ამოიღო სვიტრები შარულები იბადება კითხვა ან თქვენ როგორ იჯეკით კაცო მაგარემოში როგორ სუნთქავდით საერთოდ ან როგორ მიდიოდით ერთმანეთთან ახლოს ამ გოგო ამ ბიჭი არ გიშლიდათ მართლა როგორ სუნთქავდით ჯვარის წერია ჩემს სამივე შვილს რომ აი ესეთი კულტურა გქონდეთ ჯვარი წერიათ ეგ ჩემთვის იქნება კატასტროფა დაგაგებცებით ვერ გადმოგცემთ ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის როგორი მძიმე იქნება რომ რომელიმე ჩვენი შვილი ასეთ კულტურობას და ასეთ უზნეობას ავლენდეს ასე ფეხებზე ეკიდოს ხუსი ქონებას ხუსი შრომას ხუსი წვალება გასაგებია კაცო ამ ტრანსპორტში ფული გადაიხადეთ მაგრამ ფულის გადახდის მერე რამხელა პასუხისმგებლობაა ამ ცხოველზე მშვიდობით უნდა წაგიყვანოს, მოგიყვანოს, თავის დროზე, კომფორტულად, არ უნდა გცხელოდეს, არ უნდა გციოდეს, სადაც ეტყვით უნდა გაგიჩეროს, დაგელოდოს, წვადი შეგიწვას, მოგისმინოს, როდათურები და ესე უნდა მოექცეთ მძღოლს. თქვენ გონიათ, რომ ადამიანს ყიდულობთ ამით, ფულს რო იხდით. ადამიანს არ ქირაობ, შენ ქირაობ ტრანსპორტს, რომელ ტრანსპორტშიც იმ ადამიანმა უზარმაზარი ფული ჩადო, რომ ოჯახი გამოყვებოს და მიხედოს და შენ რომ მას აი ამას უტოვებ. აი არ ვიცი საერთოდ რაზე ფიქრობთ. ან ისე, მოდი თავი გავანებოთ ყველაფერს და ფეხებზე გუკიდია მძღოლი რა. აი არ გვაინტერესებს, ფული გადავიხადით ძმაო და ვაკვატარე სადაც გიტყვით. თქვენ თვითონ როგორ იმგზავრეთ ამნაირ ტრანსპორტში კაცო? ამ ბიჭებს არ გცხონოდათ გოგოების რომ თქვენ შუა ესეთი ნაგვის მდინარე იყო და ამ გოგოების ბიჭების? მე ამ კაცის ადგილას რო ყოფილიყავი და ასეთი სურათი დამხვედროდა ან და უბრალოდ აი რო ჩავიყვანე ხო დაიცალა ხალხი ჩამომეულო და შემემჩნია რომ აი ესეთი რაღაც ხდება სავარძელებში
იქვე დაგტოვებდით. სადაც გინდა მერე გეჩივლათ. აი ეგრევე ჩამოყრდით დაგტოვებდით. გავყოფდი ესე ნახევარ ფულს, სადმე ქვის ქვეშ ამოვდებდი და წამოვიდოდი. და მართალი ვიქნებოდი. დამჯერეთ მართალი ვიქნებოდი. გინდა მამები მოგეყვანათ, გინდა დედები მოგეყვანათ, გინდა პოლიცია მოგეყვანათ, გინდა რა გაგების ადამიანიც გინდა მოგეყვანათ, ყველასთან მართალი ვიქნებოდი. არა ნუ მადლობა ღმერთს, ამ კაცს კიდე კარგად იყო ნერვები. სირცხვილია.